მე-15 საუკუნის შუა წლებში უცნაური სახელის მქონე თურქმენული ტომების, თეთრბატკნიანებისა და შავბატკნიანების შემოსევებმა საბოლოოდ შეარყიეს საქართველოს ერთიანი სახელმწიფო. მეორეს მხრივ სამცხის ათაბაგებისა და სხვა რეგიონული ფეოდალების ამბიციებმა ქვეყნის სამეფო სამთავროებად დანაწევრება გარდაუვალი გახადეს. ამ ფონზე ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მერვემ 1466 წელს თავი მხოლოდ კახეთის მეფედ გამოაცხადა. ახალი ნუმერაციით კახეთის მეფე გიორგი პირველი გახდა და მანვე სამეფოს ახალ დედაქალაქად ქალაქი გრემი შეარჩია. ჩვენ ახლა ვართ იმ ტერიტორიას, სადაც გაშენებული იყო ქალაქი გრემი, ხო? აი სად იყო სამეფო უბანი, აი ეს ტერიტორია რა ტერიტორია იყო? ქალაქი გრემი, როგორც ქალაქმა 150 წელი იარსება და იყო 50 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაჭიმული. იყო სამუბნად გაყოფილი პირველი მეფეთა პალატი, რომელიც დაასა გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი მერვემ, რომელიც გამოექცა აჯანყებულ დიდებულებს და კახეთში დაედო ბინა, კერძოდ გრემში. გაძლიერების შემთხვევაში გაჩნდა სამეფო უბანი, რომელიც მოიცავდა 20 ჰექტარ მიწის ფართობს. ის უფრო იქით ხარეს. კი, ეს იყო ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. შაჰაბაზის შემოსევის დროს სამეფო უბანი თითქმის საძირკვლამდე განადგურდა. სანახაობრივად დღეს არაფერი აღარ არსებობს. იყო აკადემია, რომელსაც სასწავლო დანიშნულება ჰქონდა, იყო რვაგვერდან ნაგებობა, რომელსაც ობსერვატორიის დანიშნულება ჰქონდა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა თიხის მილებმა დასტური მოგვცა იმის, რომ ნამდვილად იყო ობსერვატორია და ამ თიხის მილების საშუალებით აკვირდებდნენ ციურ სხეულებს. იქ იყო შადრევნიანი პავილიონები, მეფე-დიდებულები იღებდნენ უცხოელ ელჩებს და აქ იმართებოდა შეხვედრები. აქ იყო სავაჭრო უბანი. ეს იყო სავაჭრო უბანი, რომელიც 30 ჰექტარს მიწის ფართობს მოიცავდა. იყო ქარვასლა, რომელსაც სასტუმროს დანიშნულება ჰქონდა, რომელსაც 80 მეტრის სიგრძე ჰქონდა, ქულბაქები, სადაც იმართებოდა ღია და დახურული ბაზრობა. განცალკევებით იდგა აბანო, შემოსული სტუმარი უნდა შესულიყო აბანოში, ებანავა, რათა რაიმე ეპიდემია ქალაქის ტერიტორიაზე არ გადმოეტანა. ეს თაღოვანი ნაგებობები თელს გაყოლებაზე გახლავთ ქულბაქები, ანუ სავაჭრო სახლები. ერთ დროს და მთელი 150 წლის განმავლობაში, როდესაც გრემი, კახეთის მთავარი ქალაქი, დედაქალაქი იყო, აქ იყო გახურებული და გამალებული ვაჭრობა და აღებმიცემობა. ისტორიული წყაროებით და აქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთებით თუ ვიმშელეთ, აქ იყიდებოდა ჩინეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან შემოტანილი პროდუქცია. ეს ყველაფერი კი მას ადასტურებს, რომ გრემი თავის დროზე შუა საუკუნეებში, გვიან შუა საუკუნეებში ძალიან დაწინაურებული და მდიდარი ქალაქი იყო. ბაგრატიონთა კახურისტოს მეფეთა მმართველობის საუკუნე ნახევრის მანძილზე კახეთის სამეფო მოშენდა, მოკეცდა, გამდიდრდა და დაწინაურდა. ტრადიციულად ღვინის გარდა ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო საქონელი აბრეშუმი იყო. აბრეშუმით ვაჭრობა იმდენ შემოსავალს აძლევდა კახეთს, რომ მეფე ლევან პირველმა 1517 წელს ოსმალებისაგან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი, გოლგოთის მთა და ჯვრის მონასტერი გამოისყიდა. გრემში დღეს ყველაზე თვალსაჩინოდ შემორჩენილი ტაძარიცა და კომბინირებული სამეფო კოშკი და სამრეკლოც ლევან პირველის მმართველობის პერიოდშია აშენებული. თვითონ ეს სამეფო მეფის პალატ მე-15 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ნაგებობა გიორგი მერვის დროს დაიშალა ერთიანი საქართველო და მან დედაქალაქს რო არჩია ეს ნაგებობა გიორგი მერვემ კახეთს გიორგი პირველმა ააგო. აქ ცხოვრობდნენ თავდაპირველად სხვათა შორის იქით გასასვლელები მეორე მხრიდან ჰქონდა და აქ ცხოვრობდნენ კახეთის მეფეები და 100 წლის შემდგომში გაჭრეს კარი და აგეს სამსართულიანი კოშკი, საკმაოდ შეიძლება ითქვას ნამდვილად ორიგინალური. შენ რო შევიდანდებით ნახავთ ერთმანეთს სპეციალურად არის დაკავშირებული სართულები ღიობებით, რამდენი ფუნქციას ასრულებდა, ინფორმაციის გადასაცემად შეიძლება თოგით რაიმე აეწოდებინათ, ჩაეწოდებინათ, ქართველებსაც სამი ბუხრიდან თმებოდა შეიძლება. აქ თავშესაფარიც იყო საშუალო კახეთის მეფეების. ლევან პირველი, რომელსაც კახეთის მოსახლეობამ აღმშენებელი უწოდა, თავისსავე აგებულ ტაძარშია დაკრძალული. აქვეა ფრესკა მისი გამოსახულებით. სამეფო კოშკსა და სამრეკლოში კი მკვლევარები დღემდე ახალ საინტერესო არქიტექტურულ და თავდაცვით დეტალებს პოულობენ.
ამ დარბაზში კახეთის მეფეები და შემდგომში ალბათ სხვებიც ეფარებოდნენ, იყენებდნენ თავდაცვის მნიშვნელობის კოშკი სამსართულიანი პირველ რიგში. ამიტომ საიმძლო გვირაბიც აღმოჩნდა. აქ მიწით იყო სახლი, ფიქრობდნენ პროფესორ ზაქარაძის კონახტერებს, თორემ სადაც ფულსაც ხოვდნენ, მაგრამ საერთო იყო. ანუ პარმენ ზაქარაი ფიქრობდა რომ ეს კი, იყო თორემ. ეს ახსენე ეს დაწერილი აქვს ეს. კახეთის არქიტექტურაში რომ ეს იყო თორემ სადაც ფულსაც ხოვდნენ, მაგრამ თანამშრომლებს დაგვაეჭვა რომ თონის ფრაგმენტების ზოში ბევრია, არ უნდა ყოფილიყო თონი. ესეთი უხერხული ამ ოთხარით აღმოჩნდა საიმძლო გვირაბი აშკარად. კედლებს შორის ჩადის პირველ სართულზე შუამად ჩადის ჯერ ბოლომდე სართულის ჯერ არის კავშირი და კიდევ 1 მეტრი ამოთხრილი კიდევ ქვევით არის ბოლომდე არ არის გათხრილი. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ რომ აქ მეფეების მაგალითად საძინებელი იყო და თავდასხმის შემთხვევაში ეს იყო ყველაზე მოხერხებული გზა ფრიზგან თავის დასაღწევა. კი, აქ მეფეები მხოლოდ საშუალების შემთხვევაში ეფარებოდნენ, იმიტომ რომ დიდებული სასახლები მე-16 საუკუნეში მეფედებულთა უაშკონა ძალიან ლამაზი სასახლები, მაგრამ საშუალების შემთხვევაში როდესაც აქ გამოდიოდნენ, აქედანაც საიმძლო თავის საიმძლო გასასვლელი ჰქონდათ, რომ აქედან გასულიყვნენ. თუმცა როგორც გრემის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, ყველაზე მეტად ტურისტების ყურადღებას სამეფო კოშკის ერთი პატარა განყოფილება იქცევს. ეს პატარა სივრცე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია გრემის სამეფო პალატში და სამეფო დარბაზში. ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც მეფეები თავის ფეხით დადიოდნენ ხოლმე. დიახ, ეს არის სამეფო საპირფარეშო, კახეთის მეფეთა საპირფარეშო, პერსონალური. რა თქმა უნდა, ხის უნიტაზია, ეს უნიტაზი რეკონსტრუირებულია და ის არის რეპლიკა, მაგრამ ეს საკანალიზაციო სისტემა ნამდვილად ავთენტურია და ის მე-16 საუკუნეშია მოწყობილი. გრემის 150 წლიანი დედაქალაქობის და აყვავების დასასრული ისპაჰანში გადაწყდა. ირანის საამაყოდ და საქართველოს საუბედუროდ სეფიანთა დინასტიის გამოჩენილმა მონარქმა აბას პირველმა აღმოსავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით კახეთი საგულდაგულოდ ამოიღო მიზანში. 1614 წელს შაჰაბაზის სურვილი უტყვისა და მეტყველისაგან ყალის არ დარჩენილი იყო, სისრულეში იქნა მოყვანილი. 4ჯერ პირადად შემოესია და ააოხრა და შემდგომ უკვე იმდენად ააოხრა რამოდენიმე შემოსევებით, რომ შეუძლებელი გახდა ქალაქ გრემის აღდგენა. 4ჯერ დალაშქრული გრემი წელში ვეღარასოდეს გაიმართა და მისი ქალაქური ცხოვრება დასრულდა. კახეთის მეფეებმა გრემის ნანგრევების აღდგენას დედაქალაქის გადატანა ამჯობინეს და ახალ მთავარ ქალაქად თელავი აირჩიეს. რაც შეეხება გრემის მთავარანგელოზის ეკლესიას და სამეფო კოშკს. ისინი შაჰ-აბასის ნანგრევას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ ეს სივრცე ირანული გარნიზონის სადგომად და სიმაგრედ იყო გადაკეთებული.